გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება და კარგი განწყობა. ჩვენ ისევ კეცავთ, ვერ დავკეცეთ. მივდივარ და მივდივარ. ვიმყოფებ ხა კანზას-სიტი დავტოვე და მივდივართ ნევადის მხარეს. და ისეთი შტატი უნდა გავიაროთ კანზასი, რომელიც საკმაოდ ისეთი ტრამალებია და სულ სტეპური შტატია. და აქედან გამომდინარე, როგორც ყოველთვის ჩვენი უკვე შევეჩვიეთ, ხო, ასეთ ადგილებში ვიწყებთ საუბარს ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე, ცხოვრებისეულ სიტუაციებზე და მეც გიზიარებ ჩემ ფიქრებს თქვენთან ერთად და განვიხილოთ სხვადასხვა თემები. სხვა რა საქმე გვაქვს, მაინც უნდა ვიაროთ და ვიაროთ. ეს უნდა ვილაპარაკოთ ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო თემაზე, ლიტერატურაზე, დეტექტივზე და ერთ-ერთ საინტერესო მწერალზე, მაგრამ საიდან მომივიდა ეს აზრი? მაინც ცხოვრებაში ხო ყველაფერი მიზნობრივად ხდება და რაღაცა მიზეზის გამო იწყებ ლაპარაკს და ფიქს. და ესეთი რაღაცა მოხდა 4-5 დღის წინ ჩემი მეგობრის ბიჭმა დამირეკა, რომელიც საკმაოდ შინაგან საქმეთა სამნიშნოს, გამომძიებელია, საკმაოდ წარმატებული გამომძიებელია. თავისთავად მომიკითხა, მამის მაკაცი და ხო იცი ბიძური იმით რომ გიკავშირდებიან. დიდი არ არის ასაკით, თუ რაღაც 24 წლის არის და მეუბნება აკაკი ბიძიაო, როდი ჩამოდიხარ თბილისშიო? მე ვთხარი 100 სექტემბრის კაკრას ოქტომბერში ქორწილი მაქვს ხო და ხო იცი ახლა უთქენოთო ეს არ გამოვა და მეთქი ახლა ასეთ სიტუაციაში რო გეპატიჟებიან, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ისეთი სიყვარული და სითბოთი მომიხსენია, რომ თავისთავად ახლა რომც არ ჩავდიოდეს, სპეციალურად მაინც ჩავალ მაგ ღონისძიებას რო დაავესწრო. და გამახსენდა ერთელი ურთიერთობა ამ ჩემ მეგობრის შვილთან და საერთოდ ჩემ მეგობართან და რატო ვაკავშირებ ლიტერატურას და დეტექტივს. ხსენებათ ახლა ჩვენი თაობაც, ახალი თაობაც, ხო იცით როგორ არის მამები რო დაждდებიან სახლში, გაიშლება სუფრა, იქ სადღეძელოები, მოკითხები, მთელი ამბები და იქ სუფრის გარშემო ყოველთვის ტრიალებენ ბავშვები, ხო? და გინდა არ გინდა ძალაუნებურად უყურებენ როგორ იქცევიან მამები, ნათესავები, საუბრებს უსმენენ. და ასეთ შემთხვევაში ზოგადად ხო ახლა გინდა არ გინდა საქციელი საუბრით ხტები პასიური და აქტიური მონაწილე იმ ახალგაზრდა პიროვნების აზროვნების ჩამოყალიბებაში. ხო ასია. ეხლა ხო იცით ზოგჯერ არის ხომ ბიძა დამეხმარა, ჩემი მამის მაკაცი დამეხმარა, ხო ეს ჩვეულებრივი ამბავია და ასეც უნდა იყოს. ეხლა ქართველები ტყუილად კერავა და როგორ არის ხომ რომ ერთმანეთს ვეხმარებით შვილების თქვა სამსახურში მოწყობაში ან თქვა რაღაც სწავლაში და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით გავლენა გვაქვს. ზოგი ნათლობაში გადადის, მაგრამ საერთო ჯამში ეს არის მეგობრობა, ხო? ეხლა თავისთავად ქართველები როგორი ურთიერთობა გვიყვარს და ვიცით ოჯახებში რა ხდება, როგორ ხდება, როგორ იზრდებიან ბავშვები და ეს ჩემი მეგობარი ჩვენ ერთად გვაგავლილი ცოტა უფრო ეს მეომარი კაცი იყო და როგორც ხდება რა ყოველთვის ომში და ესე სიტუაციაში რომ დაძმაკაცდები, ის მე მოყვება და მოყვება. მაგრამ ოჯახის თავია და მუშაობს და ერთხელაც ეს ბავშვი მახსოვს ახლა ეს ჩემი ვის დამირეკა რომ ბავშვებიდან წანგაი ბავშვი იყო და ეხლა ხო იცი ხან საჩუქებ ხან რაღაცა ხან ზმაო როგორ ახლა აბა ხელი ჩამომართვე რაღაც ხო ის როგორ წარე და ეხლა მე ჩემი ცხოვრებით ვარ, ჩემი მეგობარი უთო ერთმანეთში მისვრამ ის ლაპარაკი გვაქვს და ერთხელაც მეუნება კაცო ბიჭო, აი ჩემი ბიჭო რაღაც 14-15 წლის არის რა. ბიჭო აი ძალიან ნერვიულობ რა, არ ვიცი ბებია, დედა, ყველა ეჩხუბებიანო, მეც ვეჩხუბებიო და რა გაჩხუბებთ მეთქი მე ვკითხე და რაღაცნაირი აი მოშვებულიაო რა. მე სპორტზე წაიყვანე მეთქი რა, ხო იცი რა 14-15 მოშვები. მთელი დღე ტელეფონზე ზისო უყურებს, იქით არც იყურება რაღაცა ეზოში. მე სპორტზე გაიყვანე, ბიჭო, სადარ წავიყვანე, ფეხბურთზე წავიყვანე, არ გამოდგავ, ცურვაზე წავიყვანე, კარატეზე წავიყვანე, ეზოში და არ აინტერესებსო რა, ძალიან მოშვებულიაო. ეს სიტუაცია დღევანდელ ახალგაზრდა ხო იცი როგორ დღევანდელ ახალგაზრდობის პრობლემაა, ხო, აი ხა ვინ შობელია და ბავშვებს დის, ალბათ ეს უცხო რაღაცას არ ვამბობ, ეხლა რასაც ვამბობ.
და ეს мама ჩემი მეგობარი ნერვიულობდა რა რაღაც ისეთი ღონიერი რამე ხო იცი და გავლილი ცხოვრება და ვერა რა ნუ შვილია რა და ეხა ერთხელ ეტყვი ორჯერ ეტყვი ბებია და ნუ ვერა და ბიჭო მე ვთხარი ხო დრო არა ხო დრო არ ქონდა ეხა დღიდან საღამომდე მუშაობ და ხედავს რომ ბავშვი რაღაც ვერ არის ისე და ნუ გავლენას ვერ აკეთებს რა ასე თქვა რომ აქტიური იყოს და ნუ ბიჭო აქენი მეთქი და ციგნები წააკითხე მეთქი ვეუნები რა 1000 ციგნებია რაღაცა რა ვიცი ეხა ტელეფონის აწევია და კაი მე მოვან მეთქი და მივედი და ნუ ჩვენ ხელში გაზრდილი ბავშვი ის დილობიან რაღაცა მაგრამ მოთენთილია და მე მეუთხარი რაღაცები კითხე ხო იცი ხა ტექნიკურად და მეთქი მოდი აბა ეს ციგნი წაიკითხე შევთავაზე და პირდაპირ მივაჯახე დეტექტივის ციგნი აგატა კრისტი ნუ ამაზე ხა ჩვენ ალბათ მივხვდეთ აგატა კრისტე ჩვენ ვილაპარაკეთ ხო და ნუ გავიდა დრო რაღაც გავიდა რაღაცნაირად ხან ერთ შევპარ მე ციგნების ლაპარაკში ან ხო იცით ახლა დეტექტივში როგორ არის გარჩევები ეგ მიდის ეს საიდან გამოიჭრს აიცი ეგ და არც იქით გზას მაძლევს არც აქი და ენა მიდის აქიდანაც ვერ გავდივარ ძღოლის ამბებია რა რაღაცა გამეჭხირა არც მატარებს ნელა მიდის და ნუ ახლა მიხვდა რომ უნდა გადავიდეს რა ხო და გავიდა რაღაცნაირად ისე გავაკეთე რომ ჩვენი ახალგაზრდა დავაინტერესე იქ სიუჟეტებით რაღაცები და ხო დეტექტივს ხო აქ საინტერესო ნუ ფაქტურად ახლა ლიტერატურაში ეს ისეთი ჟანრია სადაც დაკვირვება გინდა მერე დინამიკა მიდის მერე შედეგს ეძებ და დაინტერესდა და რაღაც გარკვეული დროის შემდეგ მე ჩემი მეგობარი მირეკავს ბიჭო რა არისო სულ წიგ იმას ამ დეტექტივ იმას არ შორდებაო რა მეთქი რა გინდა ხო და შეიცვალა მეთქი და კიო რაღაც უფრო ცოცხალი და აზარტული გახდაო აი მაგი და მიეცი მიუტანე და ნუ ერთ სიტყვით გავიდა წლები თავისთავად ახლა ჩვენც თავისთავად იქ სუფრაზე ვიცი დაბადების დღეებზე ან როგორც ხდება რა ქართულ ოჯახებში თვალთახედვის ქვეშ იყო და მეც მიხაროდა რომ რაღაცა დაიქოქა და რაღაც გამოცოცხლდა და ნუ ახლა ჩვენ ხო იცით ჩვენ საქმეებში ვართ რაღაცები და გავიდა დრო და ამ ჩვენმა ახალგაზრდამ ჩააბარა იურიდიურზე და ეხლა მუშაობს გამომძიებელია და საკმაოდ კაი გამომძიებელია და ზოგჯერ რო ვიკრიფებით ხოლმე ზოგჯერ აი სულ მაგას აი როგორ გამოცოცხლი და აი ციგმა რა გააკეთა რა დეტექტიურმა ციგმა და ნუ ეხლა სახე და გვარს არ ვიტყვი არ მინდა ეხლა პოლიტიკური ის მიადონ საკმაოდ ცხოვრებას უყვარს ცხოვრება და თავის პროფესია უყვარს და აგერ ეხლა უნდა დაოჯახდეს და ჩვეულებრივად წავა საქმე. და აი მეც მიხარია რომ რაღაცა წვლილი შევიტანე აი ესეთ კარგ შედეგზე რომ გავედით. აგატა კრისტი, ალბათ მივხვდით ვიზეც ვიწყებს საუბარს. საკმაოდ წინა გარჩევაზე ჯესტინ ოსტინი ხო გავარჩიეთ ქალბატონი და აი ესეთ ქალბატონი აი წინა ამბავში ვამბობდი რომ ლიტერატურაში კაცები უფრო აქტიურები არიან. მაგრამ აგატა კრისტის რო ამბობ, წარმოიდგინე ყველა ითვლება დეტექტივის დედოფლად. იმიტომ რომ დღემდე კამათობენ რომ ვინჯობია, რომელი მწერალია ძე კონან დოილი თავისი შექსპირი მეთქი. შერლოკ ჰოლმსით თუ აგატა კრისტის გმირების. იმიტომ რომ საკმაოდ ორივე ძლიერია, მაგრამ ბოლოს იდავეს და კონან დოილი თავისი შექსპირი ამერია კაცო თავისი შერლოკ ჰოლმსით არის დეტექტივების მეფე და აგატა კრისტი დეტექტივების დედოფალი. ეხლა მე რომ მკითხოთ, ეხლა შერლოკ ჰოლმსი მაინც კი, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია თავისი დედუქციის მეთოდებით და თავისი ამ გამოკვლევებით, მაგრამ ცოტა უფრო რომანტიულია რა. თუმცა ორივე ინგლისელი მწერალია და თვითონ ინგლისი ხო იცი როგორი ისეთი გარემოა რა, ეგ რომანტიულად ის რო არ გააკეთო, მაგრამ ჩემი აზრია პირადად შეიძლება მეცდები. მაგრამ მე მაგალითად როგორც აგატა კრისტს უფრო მაღლა ვაყენებ, იმიტომ რომ ისე უბრალო ენით, ისეთი იმით ყვება მიმდინარეობით და ეხლა
Sherlock Holmes-ში ხო ის ძალიან ჭკვიანია და არიან ზოგი შტერები, ხო? Აი თქვა გამოკვლევის დროს იქ მიმდინარე პროცესებში და Agatha Christie-ის გმირები ის ძლიერები ხო არიან და ის მიმდინარე დამნაშავეები ძალიან ჭკვიანები არიან და ძალიან უფრო რეალურად და უბრალოდ ხდება და მე რატომაც Agatha Christie-ის უფრო მაღლა ვაყენებ. ესე ჩემი პირადი აზრია. შევხედოთ, აი რა არის დეტექტივი, ხო? რაღაცა მოვლენა მოხდა, დანაშაული მოხდა და გამომძიებელი ან დეტექტივი ან ვინც იძიებს, თითქოს აი სიუჟეტი მარტივია, ხო? რაღაცა დანაშაული მოხდა და მე მიდი იძიებს, მიყვება ეტაპი, შენ მიდის ეს პროცესები, ძიების პროცესები სხვადასხვა მიმდინარეობს და ბოლოს უკვე უნდა გამოიძიო რა. თითქოს ეს სიუჟეტია. კი, მრავალფეროვანია რაღაცა, მაგრამ აი მანდარი საქმე რომ ეხა Sherlock Holmes-ს ის და ფიქრობს რაღაცა, Agatha-ს მასე არ აქვს, უფრო ბუნებრივი აი რაღაცნაირად უფრო აი რეალურად თითქოს აი შენ ეხა გამომძიებლობა რა თქმა უნდა პროფესია, მაგრამ აი თითქოს შენ რო გამოძიებაში ხარ, შენ თვითონ მიხვდები საითკენ მიყავს რა. ამას ეხა ნიჭი უნდა, მაგრამ რაღაცა უფრო ახლოს არის რა, Sherlock Holmes ცოტა უფრო მაღლა. და აი ესეთი მწერლები რო არის Conan Doyle და Agatha Christie და დეტექტივები, ყოველთვის ეხა პატარ-პატარა მოთხრობებს ხო წერდნენ, მაგრამ ერთ გამომძიებელზე ან ერთ პიროვნებაზე აწყობდნენ ხოლმე სხვადასხვა სიუჟეტებს. აი ისეთ გამომიდა მაგათაც ეხა Sherlock Holmes ხო ყავდა ეს Watson-ი და Watson-ს ასწავლიდა როგორ უნდა და Watson-ი იყო დაინტერესებული და ეძებდა ხო Watson-თან ერთად. Agatha Christie-ს ყავს Poirot. ესეთ გამომძიებელი და ეს Poirot დადის ყველგან და ძალიან საინტერესო პიროვნება. აი თუნდაც ეხლა ეს რო არის Fandorini იმას ყავდა აკუნინი ჩვენი ჩხარტიშვილი არის. სხვათაშორის მაგ თემაზეც ვილაპარაკეთ. პირადად მქონდა შეხვედრა აკუნინთან და ხო და აი რას ვიძახი დეტექტივებში ყოველთვის თითქოს ერთი კაცია და ამ ერთი კაცის გარშემო ძირითადად გამომძიების გარშემო მიდის ეს მთელი პროცესები და აი როგორ მიყავდა რო რანაირად ძალიან საინტერესოა. მე მაგრამ მომწონს. ხო და მოდი ბარი ცოტა ამ Agatha Christie-ზეც ვილაპარაკოთ. Agatha Christie დაიბადა 1890 წელს, სხვათაშორის დაიბადა ამერიკაში და 5 წლის ასაკში მისმა ოჯახმა გადაწყვიტა რომ გადასახლებული იყვნენ ინგლისში და ფაქტობრივად მთელი განათლება და ეს უნარები მიიღო ინგლისში და ფაქტობრივად ითვლება ინგლისელ მწერლად, იმიტომ მთელი ცხოვრება იქ გაატარა. საკმაოდ ინტერესიანი ბავშვი იყო, ცოტა მორცხვი, მაგრამ ძალიან უყვარდა სხვადასხვა მოთხრობების, აი მოდიოდნენ მისი ნათესავები ამერიკიდან, ძალიან უყვარდა მოსმენა მოთხრობების. თვითონ ათვლის რომ ძალიან ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, იმიტომ რომ მამას და დედას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და სულ იძახდა რომ ეს აი ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო იყო დედისა და მამის ჩემი ურთიერთობაო. ისა ერთმანეთთან ურთიერთობაო და სულ სამწუხაროდ პირველად რო გათხოვდა, მაშინ ვერ აწყობდა, აი მაგას ნანობდა რომ მე როგორ მომივიდაო რომ ასეთ ოჯახში გაზრდილ ადამიანს პირველი ოჯახი ვერ შევინარჩუნეო. თავიდან წერდა პატარ-პატარა მოთხრობებს, არ აქვეყნებდა, მაგრამ უცბად რაღაც მისი დამ იაქტიურა და 20 წლის ასაკში, 20-21 წლის ასაკში უკვე დაწერილი ჰქონდა Agatha-ს რამდენიმე მოთხრობები და მიიტანა დის დამ აიძულა დამ, იმიტომ რომ რატომ ხომ უნდა გამოაქვეყნოთო და წარმოიდგინეთ თქვენ 6-7 გამომცემლობაში მიიტანა და არ უბეჭდავენ და უკვე დაიღალა, უკვე როგორ წკიბზე იყო მისული და ერთმა გამომცემლობამ აიღო დაუბეჭდეს და წარმოიდგინეთ 1-2 თვის განმავლობაში Agatha Christie გახდა უპოპულარიზაციო ცნობილის და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი თავისი რომანი. რაღაც სულ 1-2 თვეში პოპულარიზაცია მოვიდა და აი პროზა აი გამომცემლები ზოგჯერ მიკვის ხოლმე, ეს ხშირად არის ხოლმე, ხო? აი ხა Harry Potter-ის ისიც რო არის, რა ქვია, Rowling-იც ისიც ხო დადიოდა, არ უბეჭდა, ერთმა აიღო და გონი ეხა მილიარდელია ყველაზე მდიდარი მწერალი და აი რატო ემართებათ ხოლმე გამომცემლობას ასე არ ვიცი. ნუ ფაქტიურად არა მარტო Agatha Christie, არამედ ძალიან ბევრ მწერლებს მოსვლიათ ასე, რომ თავის ნაწარმოებები მიაქვთ და ბოლოს ვიღაცა შემთხვევით აიღო და მერე ხდებიან პოპულარული. აი ესე გახდა Agatha Christie ძალიან პოპულარული თავიდანვე 21 წლის ასაკში უკვე ძალიან ცნობილი იყო
დიდ ბრიტანეთში და საერთოდ ინგლისურენოვან საზოგადოებაში. რამ განაპირობა აგატა კრისტის ეს პოპულარობა? მე წეღანას თქვი და მგონი მეორდები, რომ იმდენად უბრალო და იმდენად რეალურად აღწევდა ყველაფერს. ეხლა მაგალითად შერლოკ ჰომსი თუ ფანტასტიკურ იმიტომ შერლოკ ჰომსი ფაქტობრივად ყველაფერს წვიტავდა და აგატა კრისტი უბრალო ადამიანის პოზიციიდან უდგებოდა ამ გამოძიებას და ეს ძალიან ხო იცი საერთოდ რაც შენთან არის ახლოს ის უფრო გიზიდავს ხო? ვიდრე ხა სხვა რაღაც ფანტაზიები და შენ და აი ამით მოიგო და უკვე ძალიან პოპულარული გახდა, უკვე მდიდარიც გახდა და უბრალოდ მაგის ენა არის რომ იძახთო რომ სიმართლე მარტო სიმართლე და ასეთი გამოთქმაც ქონდა რომ ხო არის ასეთი გამოთქმა რომ კარზე ან კაკს ლამბობენ ან საერთოდ არაფერს არ ამბობენო და აგატა კრისტი ამბობდა რომ არა კაცო ეს რა გამონათქვამეო ტარია თუ ისო უნდა იყოს ყოველთვის სიცოცხლეო და სიცოცხლეში სიმართლე უნდა იყოსო და მოგტება თუ არ მოგტება მაგას რა მნიშვნელობა აქვს სიმართლე არცად არ წავაო და აი ამ სიმართლით ყვებოდა ყველაფერს რა ყოველგვარი პრეფერენსების და მორიდების გარეშე და აი ეს იზიდავდა კითხვას საკმაოდ ის იყო პროდუქტული მწერალი იყო აი ხა რო წაიკითხავთ რაღაც ერთი 60-მდე მოთხრობა აქვს დაწერილი და გონიო 10 თუ 12 რომანი მაგრამ რო კითხე რომ ისე გითხრებს და აი დეტექტივის სიუჟეტები ხო ნებისმიერ საკითხებში ხო იცით ადამიანის დახასიათება მაგრამ ძირითადად აი მაინც ინგლისია გაიგე და აი ფულთან დაკავშირებული პრობლემები ამ ეხლა დეტექტივი რა არის რომ ერთ-ერთი ჟანრი სადაც კარგად გამოსახავს ადამიანის სიხარბე თუ мотивация რატო აკეთებს და რატო აი მისი ბნელი თუ ცუდი აზრები ამას ასე გამოგაქ რა სივრცეში მაგის ძალიან არ არის ადვილი და მით უმეტეს თითქოს აი მარტივად ხო ეხლა შეიძლება ადამიანმა აი რაღაცა დანაშაულის გულისთვის აი იცის რომ ნათესავი მოხუცია და ცოტა ხანში გარდაიცვლება და იმან იცის რომ რაღაცა თანხა გამოხოს და ამ თანხის გამო ყველაფერს აკეთებს ეს ადამიანი რომ შეიძლება იქამდე მიიღოს რომ მოყრას ან მოწამლოს ოღონდ ის თანხა ჩაუვარდეს და ამას ისე მარტივი ენი და მარტივად გადმოსცემს აგატა რომ ძალიან მაგარია თუმცა ეხლა ყველა ადამიანს არ ვიცი ხა ჩვენ კი შეიძლება სიცხვილია და რაღაცა მაგრამ საქმესა ეს ჩვენ ხა საბჭოთა პერიოდში რო ვიზრდებოდით როგორ შეიძლება ხა ფულის გულისთვის ეს გააკეთო ის გააკეთო მაგრამ დღევანდელ ცხოვრებას შეხედეთ ფულის გულისთვის ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანი და ვინაიდან აგატა არაფერს არ მალავდა აი ამას თავისი უბრალო და მარტივი ენით აღწერდა ადამიანის ბუნებას რაღაცა მატერიალური სიმდიდრის და მატერიალური საშუალების გამო თავის მორალურ მხარეს ძალიან ადვილად აბიჯებდა და მიისწრაფოდა იმ მიზნის მისაღწევად. აგატა კრისტი ეხლა საინტერესო იმას მოგიყვებით. აგატა კრისტი გათხოვდა 21 წლის ასაკში ვიღაც სამხედრო პიროვნება ჰქონდა, რა ერქვა არჩიბალდი. და ცოლად არ მოყავდა, იმიტომ ძალიან წყმარი და მაგრამ მე სამხედრო როგორ იცი მე თანამდებობა მიიღო ამ არჩიბალდმა და საერთოდ ინგლისის ჯარში როგორ იცი შენ თუ უკვე სოლიდურ თანამდებობაზე ხარ პოლკოვნიკიანი იქით მაღალი უკვე ოჯახიც უნდა შექმნა და ამიტომ მოიყვანა ალბათ თანამდებობა რო არ მიეცათ ამ არჩიბალდზე ალბათ ცოლად არც მოიყვანდა ნუ ერთ სიტყვით რაღაც არ გამოუვიდათ ეს ერთმანეთ თუმცა ბავში შეეძინათ ერთადერთი გოგო და ასეთი თქვენ თუ აგატა კრისტის შესახებ გაინტერესებთ ბიოგრაფია ყველა იხსენებს რა მოხდა 1926 წელს უკვე აგატა კრისტი ცნობილი მწერალია 36 წლის ასაკშია და მამა გარდაეცვალა და მე 5 წლის შემდეგ გარდაეცვალა დედა იქიდან გამომდინარე ამან ძალიან იმოქმედა მასზე იმიტომ ძალიან უყვარდა თავისი ოჯახი და რაღაცნაირად მხარდაჭერა უნდოდა რა მეუღლისგან მაგრამ ეს მეუღლე სივად ეპყრობოდა მას და წარმოიდგინეთ იქამდე ეპყრობოდა ეს დადიოდა საყვალებში ვიღაცებში დადიოდა და ბოლოს გვერდზე მაინც დამიდექო რაღაცაშიო ცოტა ისაო და
სადღაც იყო ეს რა, ქმარის ხარ, სულ საქმეზე იყო, სულ სადღაც იყო, ნუ არ ქონდათ კარგი ურთიერთობა და ბოლოს სადღაც მოვიდა ეს ქმარი არჩიბალდი ერქვა და პიტაპირ უთხრა რომ მე სხვა ქალი მიყვარს და შენ აღარ მინდიხარ და მე მინდა რომ იმ ქალს ის ქალი მოვიყვანო ცოლად. ეს ძალიან მძიმედ მიიღო აგატამ და გავიდა გარკვეული დრო, რაღაც 2 კვირა თუ რაღაცა და ერთ დღესაც აგატამ საღამოს აკოცა თავისი პატარა გოგო ყავდა, რაღაც 7-8 წლის გოგო იყო, ლოგინში აკოცა. საღამოს მანქანაში დაძდა საღამოს და სახლიდან წავიდა და დაიკარგა და კაციშვილმა არ იცოდა სად იყო. იპოვეს მანქანა, ასე კანავში იყო ჩარწყული, ხეზე ჩარწყული და აგატა გაქრა. ეხლა ცნობილი პიროვნებაა, ხო, ეხლა ლიტერატურია რაღაცა და არ ჩანს. ეძებენ ეს მთელი ინგლისი დადგა ფეხზე. 3000 პოლიციელი ეძებდა, მე ასე ამბობენ ხოლმე რომ თვითმფრინავითაც ეძებდნენ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ავარიაში მოხდა ან გადავარდა, მაგრამ მანქანა კი არის, მაგრამ ცოცხალი არსება არ არის რა, ვერ პოულობენ. მე მიადგნენ ამ მის რო იცოდნენ ამ ქმართან რო არ ქონდა კაი ურთიერთობა, მიადგნენ ამ არჩიბალს და იქამდე მიიყვანეს რომ იცი სანამ წავიდოდა 3 წერილი დატოვა რა. ერთი წერილი ბავშვის მომლეს დაუტოვა რომ ბავშვი უყურადღებოდ არ დამიტოვო. მე მეორეც მას მიწერა წერილი რომ რაღაცა ვერავარო კარგათო და სასვენებრავთ ერთი რაღაც წავარო რაღაც რომ რაღაც კუროძე და მესამე მიწერა თავის ქმარს. და ის 2 წერილი ხო წაიკითხეს იმ მომლელის და ძმასთან მისული და იმ ქმარმა არ მისცა წერილი. ეს ჩემი პირადი საქმეა, თქვენ რატო უნდა წაიკითხოთ, ჩემში ეს წერილიო და აი ამაზე უკვე პოლიცია უკვე მიაწვა და უკვე ფაქტობრივად იქითკენ მიდიოდა რომ ამ ქმარს აბრალებდნენ რომ ეთქობა აგატას რაღაც მოკრავო და მალავსო რა. ამასობაში გავიდა 12 თუ 15 დღე და რომელიღაც ინგლისის რომელიღაც ჩილოის ქალაქში სასტუმროში თანამშრომლებმა შეამჩნიეს ერთი ქალბატონი, რომელიც საკმაოდ გავდა აგატა კრისტის და ის აგატა ჩვეულებრივად ბასენზე დადიოდა, ბილიარდს თამაშობდა. არავის არ ემალებოდა და პოლიციას უთხრეს ესო აგატა არისო ქალი რომელიც აგატა კრისტიცო გავსო და მოვიდა პოლიცია მანდა აგატა კრისტი არ იყო. ესე 15 დღე სადღაც იყო წასული. მე მოვიდა ქმარი, წაიყვანეს და ხმას არიღებდა და მე ქმარი გამოვიდა თქვა რომ ესო ამენიზია აქვს და ის მოხდაო, მაგრამ და ნუ საერთოდ ამ თემაზე არ უყვარდა ლაპარაკი. ესე იგი რა გააკეთა? ესე იგი მან არის რამდენიმე ვერსია. ესე იგი ხო და სასტუმროში რომ მივიდა ხო იქ რეგისტრაცია უნდა გაატარო, ამ ქრის საყვალის სახელით იყო დარეგისტრირებული. ესე იგი აბრალებენ რომ აი აგატა კრისტემ შური იძლია ქმარზე, იმიტომ ვანერიულა თელი ისა და ამით იძლია შურიო. ნუ ზოგი ამბობს რომ ვითომ განერი და დაისვენაო და ზოგი რაც ძირითადად ამბობენ ხოლმე, ესე იგი ამ 10 დღის განმავლობაში ეხა მთელი ინგლისი ფეხზე იდგა, ეძებდნენ ამ ჩვენ აგატას და ხო თქვით ხოლმე არის ნორმალური რეკლამა და ანტირეკლამა და ეს ხალხი რო ეძებდა იმ 10-12 დღის განმავლობაში იმდენი წიგნი გაიყიდა, იმდენი ხო ხო მაინც ანტირეკლამა ხო გახმაურებული ამბები რაღაცები და ბოლოს რო აღმოაჩინეს ეს აგატა რომ მოიყვანეს ძალიან გაბრაზდნენ. ხალხი რა არისო ეს გვეღადავებაო რა არისო ეს სპეციალურად გააკეთაო და მაღაზე მიდის დარდე, ესე იგი მაღაზე მიდის ლაპარაკი რომ ამამ აგატა კრისტი მე სპეციალურად გააკეთა თუ მართლა შეწუხებული იყო და იმიტომ რომ მე გარკვეული დროის შემდეგ ერთხელ თქვა ამ აგატამ რა მოხდა და თქვა რომ იმდენად ვიყავი აღელვებულიო, ჩემი გმირი წარმოვიდგინეო და მე ის 10 დღეო ყველაზე ბედნიერი ვიყავიო რა, ამით გავეთიშე რეალურ სიტუაციაშო ქმარს იმ დაძაბულობას და იმას, მაგრამ ნუ არ ვიცი ახლა აქ ბევრი ვერსიებია, მაგრამ მე მგონია რომ მაინც სპეციალურად გააკეთა აგატამ ეს შური იძლია და შეიძლება კომერციულადაც. იმიტომ რომ მე ამ თემაზე არ ლაპარაკობ, აი რო ეკითხებოდნენ ჟურნალისტები, არა აი რა გააკეთე, რატო დაიკარგე ეს 10-15 დღე, რა გიდოდა ისე ამაზე არ ლაპარაკობდა. მე დაშორდა ამ თავის ქმარს, ახლა მდიდარი ქალი იყო და დაიწყო სოფლიოში მოგზაურობა რა, ეხლა საშუალება ქონდა მისი რომანები იყიდებოდა და ირანში თუ ერაყში რომელიღაც არქეოლოგიურ ესწრებოდა და იქ გაიცნო ერთი ახალგაზრდა ბიჭი. უკვე რაღაც 40 წლის იყო ესა და ეს ახალგაზრდა
ბიჭი 25-26 წლის და ამ 25 წლის გვარს ახლა ვერ ვიხსენებ. შეუყვარდა ეს ჩვენი აგატა 40 წლის. აგატა ძალიან წინააღმდეგი იყო, იმიტომ შენ ბავშვი ხარო, ჩემთან რა გინდა უკაც 40 წლის, მაგრამ 40 წლისა ვარო, მაგრამ ის ბიჭი არ შეესვა. ნუ გავიდა დრომა თავისი და დაქორწინა სიცოცხლის ბოლომდე ძალიან ტკბილად განვლე ცხოვრება და სულ მაგას იზახდა რომ აი გამიმართლაო და აი ესეთი საბოლოო ჯამში მაინც შექმნა ეს ბედნიერი ოჯახი და როგორც ვთქვი გონი 60 ძალიან დიდი ხანი იცოცხლო 75 წლის ასაკში არა 75 წელს გარდაეცვალა სადღაც 86 წლის ასაკში რა და აი დღის მაგის მეორე ნახევართან კაი დროს ბედნიერი იყო ამ კაცთან გაწარებული ну ქალმა აღმოაჩინა ბედნიერება თავის მეორე მეუღლესთან და იყო ძალიან ბედნიერი ძალიან პროდუქტული მწერალია აი პერიოდულად მეც აი მომენტებში გადავავლებ თვალს ხოლმე ამ აგატას წინა აი ძალიან აი დინამიურია და თითქოს აი შენც ხარ ჩართული აი ძალიან მარტივად არის აი არ ვიცი უნდა წაიკითხოთ მეგობრებო უნდა გაეცნო და ეხლა მე რასაც ვარბობ ალბათ თქვენ უფრო კარგად შეაფასეთ თქვენ არ ვიცი მაგრამ ჩემი მეგობრის შვილმა როგორ შეაფასა და დღემდეც აი აზარში იმიტომ აზარში შედიხარ ცხოვრების ხალიზე მოდიხარ დეტექტივს ახასიათებს ესა რა და რაღაც აი მაგარია რა მაგარი ეხლა რა ვიცი ბევრი დეტექტივები მაქვს მე წაკითხული თავისთავად კი ახლა ქართველებში აი შადურზე და ბევრი დეტექტივი ქართველებს არ აქვს და სამწუხაროდ აი დეტექტივები აი ვინც წერლობას აპირებს რაღაცა ცუდი თემა არ არის რაღაცნაირად საინტერესოა ვინც ამას განახორციელებს რავი მე მაგრამ მომწონს დეტექტივის დინამიკა აქტივობა ადამიანის ფსიქოლოგიური მომენტები შესწავლა რა ვიცი აი ყველაფერია რა საინტერესო ხა შეიძლება სხვა დიდი რომანი ის სულში და იმაში უფრო ძრები მაგრამ რა ვიცი ძალიან მაგარია რა დეტექტივი ერთ სიტყვით მეც ახლა მომენტებში ზოგჯერ გონება რომ აი გაიჭედება რო იტყვიან ხოლმე უცბად რომელიღაცა დეტექტივს თუ და შერლოკ ჰოლმს იმდენად არა იმიტომ შერლოკ ჰოლმს იმდენად უყეს ეპირად ვიცი რომ ცოტა უფრო მაღალი აი წეღანას ასაცმა რაღაც ცოტა ისია რა უფრო ხელოვნური მგონია და ეს აგატა კრისტი ბუნებრივია თუმცა ეხლაც ბევრი რაღაც თანამედროვე ისინი იბეჭდება ცუდი არ არის მაგრამ ну კარგია რა ისე თქვა რომ წაიკითხე დეტექტივები ყოველ შემთხვევაში იმ პრობლემებში და იმეებში ამ ადამიანების ბუნებაში გაერკვევი და მე ცოტა იუმორითაც აქვს და ხალისიანი მოთხრობებია რა და მე ნამდვილად წინა ვიდეოში ცხოვამბობდი რომ ქალბატონი რაც არის ახლა აგატა კრისტი მეფია რა მე პირადად კონან დოიზე უფრო ძლიერ მწერლად მიმაჩნია რა აი მის თქმა მინდოდა მეგობრებო და აი ჩემი ისტორიაც მოგიყევით აგერ რეალური ფაქტი და წაიკითხეთ აგატა კრისტი და წაიკითხეთ ზოგადად წიგნები მაგარია წიგნები და საშუალება ეს არის ფიქრის საშუალებას გაძლევს გონების საშუალებას გაძლევს და თავისუფალი ხარ რა იცი რა ხდება როგორ და რაღაცნაირად ანვითარებ ამ გამომძიებლის დაკრებულ თვალს და რა ვიცი ძალიან მაგარია რა წაიკითხეთ აგატა კრისტი და ბევრი დეტექტივები კარგით მეგობრებო დაგემშვიდობებით იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით შეიძლება ალეკოსთანაც მივიდე ნახოთ თუ ღამე არ მომიწია ექვსა დღეში მივაკითხავ ალეკოს და ლალეს კარგად მომავალ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით იმედია